აქეთ გადმოჯექი. არ მინდა რომ აი ეს მოხრილი მიყურებდე. შენ უკან გადაჯექი. ლამა შეგიძლიათ ბუმპა გადაწიოთ? კი. რატომ რატომ იგითითებთ რომ მინდა რომ სწორად კომფორტულად ისხდეთ? ვხედავ რომ ცდილობთ რომ გასწორდეთ, მაგრამ რეალურად არ სწორდებით. მოდი ცოტა ხანი დავლაგდეთ ყველანი წესიერად და მერე დავიწყებთ. შემდეგში თუ ამ სივრცეს გამოვიყენებთ, აი აქ შუაში სიცარიელი ადგილი დატოვეთ. და ვინც შემოვა შეიძლება აი ამ სიცარიელი ადგილს გამოვლა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ გქონდეთ კისერი ესე მოხრილი. თორემ იქამდე მიხვალთ რომ რაღაც კონსპირაციულ თეორიებს დაიჯერებთ ინტერნეტში წაკითხულს. ინტერნეტი სავსეა, ძალიან უცნაური იდეებით. შენ აქეთ გადმოჭექე. აი მანდ უკეთ იქნები. კარგი. მოგონი დავლაგდით ყველანი. არავის არ აქვს კისერი მოგრეხილი. რომ გასწორებულად, სწორად და კომფორტულად ისხდეთ მნიშვნელოვანია. პრაქტიკისთვის ეს მნიშვნელოვანია. ჯობია სწორად იჯდეთ და ვერ მხედავდეთ, ვიდრე ესე მოხრილმა მიყუროთ. ამ ტექსტში ბევრი რჩევა და მითითება იყო, რომ სწორ პოზიციაში დასხდეთ. ბევრი პატარ-პატარა რჩევა მოგეცით წინა სწავლებაში. ეს მნიშვნელოვანია. ტექსტი უბრალოდ მიგითითებთ, რომ დაგეხმაროთ პრაქტიკაში. აი ეს პატარ-პატარა და თითქოს უმნიშვნელო მითითებები საბოლოო ჯამში დაგეხმარებათ. ტექსტი გასწავლით შუა გზას. შუა გზა ნიშნავს ექსტრემისაგან შორს დაიჭიროთ თავი. მაგალითად თუ მხოლოდ ბოდიჩიტასკენ გადაიხრებით, შეიძლება ისხდეთ მედიტაციის პოზაში და იტიროთ, ან შეაწუხოთ ადამიანები იმით, რომ სულ დახმარება შესთავაზოთ. ან შეიძლება მეორე უკიდურესობაში ჩავარდეთ და სიცარიელე იმდენად გაითავისოთ, რომ ნიჰილისტი გახდეთ. ეს ორი უკიდურესობაა. ეს ტექსტი და ჩვენ მე გასწავლით შუა გზას. ძალიან ბევრია შემთხვევები, როდესაც სტუდენტი ერთ-ერთ აი ამ ექსტრემალურ პოზიციაში ჩავარდება. და სწორედ ამისათვის არის მასწავლებელი მნიშვნელოვანი, რომ მაგ დროს, როდესაც გადაიხრებით ერთი ან მეორე მხარისაკენ, ის დაგეხმარებათ, რომ გასწორდეთ. არ უნდა ჩავარდეთ არც ექსტრემალური ინტელექტუალურ შეხედულებაში, რომ ყველაფერი უბრალოდ სიცარიელეა და ფიქრებია და არც ისე იმ მდგომარეობაში იყოთ, რომ ყველაფრის გჯეროდეთ. ეცადეთ იპოვოთ აი ეს შუა გზა, რომელსაც ბუდიზმი და აი ეს ტექსტი გასწავლით. მნიშვნელოვანია იპოვოთ პოზიცია ისეთი, რომლისგანაც შეგიძლიათ მოქმედება, აი მაგალითად თუ გტკივა რაღაც, ტკივილში ხარ, იმის ნაცვლად, რომ აღიქვა, რომ ტკივილი არ არსებობს, იქნებ საჭიროა რომ წახვიდე ექიმთან, ან დალიო ტკივილგამაყუჩებელი წამალე, ან იქნებ ლიფი გიჭერს. ანუ ქმედება, მე რასაც გასწავლის, არ გამორიცხავს ქმედებას. ადრე, როდესაც
საავადმყოფოში ვმუშაობდი, ერთხელ დამიწახეს და პაციენტს ჰქონდა ტკივილი გულმკერდის არეში. ერთადერთი რაც გავაკეთეთ, კორსეტის მოხსნა ვურჩიეთ და გაუარა ტკივილმა. ანუ რას ვამბობ? არ უნდა ჩაეჭიდოთ არც ერთს არ მეორეს. არც იმას, რომ არა ფიქრები ის რაც ხდება სიცარიალეა და არც ის, რომ ჩაებღაუჭოთ თითოეულ მათგანს. გქონიათ შემთხვევა, როდესაც გააკეთებთ სიას თუ რა გაქვთ გასაკეთებელი და თუ მოხდება ისეთი შემთხვევა, რომ ყველაფერს გააკეთებთ, რას აკეთებთ შემდეგ? ახალი სიის ჩამოწერას იწყებთ, რა გაქვთ გასაკეთებელი. მე მქონია ასეთი გამოცდილება, სანამ შევწყვიტე ამის კეთება. როგორ იპოვე აი ამ შუალედს? არსებობს შუალედი მედიტაციის პრაქტიკაში, როდესაც არ ხარ არც ისე ფოკუსირებული, ან ისე სამადიში, როგორც სარაჰას დაემართა და 7 წელი არ გამოსულა. არც ისე არ გინდათ იყო, რომ საერთოდ არ გქონდეთ ყურადღება მიპყრობილი მდგომარეობაზე და აქეთ-იქით თქვენ ფიქრებს აქცევდეთ ყურადღებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თქვენთვის ნაცნობია, როდესაც თქვენი გონება აქეთ-იქით დახტის, თქვენი ყურადღება აქეთ-იქით დახტის. ამას ყველა ვაკეთებთ. თავარი აქ არის აი ამ შუალედის პოვნა. ეს არ არის წერტილი. ეს არის გზა. ეს არის მოძრაობა. ეს არის დინამიური ბალანსი. ორ უკიდურესობას შორის. ეს არის ერთი და იგივე მომენტი, რომელსაც შეინარჩუნებთ. არამედ არის პოზიცია, მდგომარეობა, გზა. ბალანსისა და შუალედის პოვნას თქვენ პრაქტიკით შეძლებთ. ვარჯიშით მოვა პერიოდი, როდესაც ეს ბუნებრივი გახდება. სანამ ეს დრო დადგება, მანამდე გვაქვს მთელი რიგი აი ეს მითითებები, სწავლებები. ტექსტში შემდეგი რჩევა არის იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ თუ მედიტაციის დროს ზედმეტად მოდუნდებით, თვლემას დაიწყებთ. აი სადილის შემდეგ შეიძლება ბევრი თქვენთაგას გქონდეს ამისი გამოცდა, იმიტომ რომ ბევრი ჭამეთ. თუ ეს ხდება, არსებობს მეთოდი, ანუ თუ გრძნობთ თავს ძალიან მოდუნებულად ისე რომ უკვე თვლემას იწყებთ. მაშინ არსებობს ეს მეთოდი. მე ძალიან მიყვარს მეთოდი, რომელიც ვანგდონ რინპოშემ ჩემმა მასწავლებელმა მასწავლა. აი, მჭირდება რაიმე მცენარე. მაგალითად ჯუნიპერი, უნდა აიღოთ რაიმე მცენარე, რომელიც არ არის შხამიანი, დაასოლოთ ის წყალში და აი ესე. ლამა შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გვაჩვენოთ? აი ასე. სახეზე მიიპყურეთ წყალი და გამოფხიზლდებით. მაგალითად ლავანდა ან ჯუნიპერი. გექნებათ ესეთი მცენარეები, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს ტექსტში არ არის. ეს ჩემმა მასწავლებელმა გადმომცა. მარტივია, თითქოს არაფერი, მაგრამ მუშაობს. ტექსტში სხვა რჩევა მოცემული. ტექსტში წერია, მოახდინეთ ტიბეტური ვიზუალიზაცია. მოძებნეთ ინტერნეტში ტიბეტური A და ნახავთ როგორ გამოიყურება ეს. ფორმა, მოყვანილობა მნიშვნელოვანია. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ დასავლური მუშაობს. ამ ეტაპზე მე ისევ ტრადიციულ მითითებას ვემხრობი.
ლამა მარტო ასოა თუ ასოა ტიგლეში? არა, მხოლოდ ასოა. შეგიძლიათ ის ტიგლეში მოათავსოთ, მაგრამ ნუ დაიწყებთ ფერებთან თამაშს. ტიგლე გამჭვირვალე უნდა იყოს. წარმოიდგენთ 100, აი აქ ხედავთ, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ სფერო ირგვლივ არის გამჭვირვალე და არა ლურჯი. მოათავსეთ 10 თქვენი გულის ჩაკრასთან. უნდა იყოს აი ამ ხელა. აი ამ ხელა. თქვენი ხელის ომა, ასე თქვათ, კაკლის ხელა. მაგრამ თუ დიდი ხელები გაქვთ თქვენი სფერო, უფრო დიდი იქნება. თქვენი გულის ჩაკრა არ არის თქვენს ორგანულ გულთან, მაგრამ აი აქ. აი სადაც მე მიგითითებთ. ის დაახლოებით თქვენი ხელის გულის ხელა. და ეს მხოლოდ მისი გულია, მისი ნაწილია. ჩაკრებს არ აქვთ ასე ვთქვათ საზღვრები. ისინი იშლება ირგვლივ დაუსრულებლად. მაგრამ როდესაც ვიზუალიზაციას იწყებთ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ხელის გულის ხელა, აი აქ, სწორედ აქ გულის ჩაკრასთან წარმოიდგენთ და მოათავსებთ გამჭვირვალე ტიგლეს სფეროს მასში თეთრად დახატულ ტიბეტურ ასოას. დაიწყებთ სუნთქვას როგორც გასწავლეთ, ანუ არ ჩაკეტავთ არც ცხვირს, არც პირს და ისუნთქებთ ორივეთე. ვიმეორებ, სუნთქვა ძირითადად პირით ხდება, მაგრამ არ კეტავთ ცხვირს. როდესაც შეისუნთქავთ და ხედავთ ტიბეტურ ას გულთან და როდესაც გამოისუნთქავთ, ის ავა თქვენ ცენტრალურ არხში თქვენი თავს მაღლა დაახლოებით აი ამ სიმაღლეზე. თქვენ არც ერთი თქვენგანი მშვილდოსნობაში არ არის ჩართული, ასე რომ აქ ტრადიციული მითითება არის ისრის სიგრძე, ასე რომ თქვენთვის გაუგებარი იქნება. უბრალოდ აი ამ ხელის აწეული ხელის დონეზე. თქვენ მზერას აიტანთ აი ამ ასთან ერთად. ჩვენ არხებში, ჩვენს ჩაკრებში ვამბობთ, რომ აი აქ შუბლის ჩაკრასთან არის ომ, ყელის ჩაკრასთან ჰუმ, გამოხატავს განზრახვას, ზრახვას და გულთან, გულის ჩაკრასთან არის ჰუმ. ყელის ჩაკრა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თითოეული თქვენთაგანი გახვეულია საუბარში, გახვეულია ამბებში, რასაც თქვენ თავზე უყვებით საკუთარ თავს. აი მე რომ შემეძლოს და ჯოხით შეგეხოთ და უცებ გასხივოსნდეთ, გინდათ ეგ? თქვენ გინდათ რომ ისტორიები, ამბები მოუყვეთ საკუთარ თავს თქვენივე პრაქტიკის შესახებ. ეს ისტორიები ნამდვილი არ არის, მაგრამ ისინი მაინც მნიშვნელოვანია. რეალური და მნიშვნელოვანი არ არის ერთი და იგივე. ეს ისტორიები, რომლებსაც თქვენ თავს უყვებით საკუთარ თავზე, რეალური არ არის. ისინი არ არსებობს, მაგრამ
ისინი მნიშვნელოვანია თქვენთვის. ასე რომ განასხვავეთ. ის რაც მნიშვნელოვანია, შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი იმის მიუხედავად ის არსებობს თუ არა. ასე რომ თუ მედიტაციის პრაქტიკას აასრულებთ და მოთენთილი ხართ გეძინებათ, მაშინ მოახდა არ გაქვთ მაგალითად წყალი რომ შეიპყუროთ სახეზე, მოახდინეთ აი ეს ას ვიზუალიზაცია და ზევით აწევა. კითხვები? არ რჩება თავთან თუ ჩამოდის? ორივე შეიძლება, შეგიძლიათ, როდესაც გამოფხიზლდებით უფრო, ჩამოიტანოთ ის ისევ გულში და მოახდინოთ და მისი დაშლა და გააგრძელოთ პრაქტიკა. ეს არის უბრალოდ მეთოდი და ამ მეთოდს გამოიყენებთ მაშინ, როდესაც გჭირდებათ. არ არის საჭირო ხელსაწყო ხელში გეჭიროთ თუ რაიმეს არ აკეთებთ. სხვა კითხვები? ეს უნდა იყოს ორ განზომილებიანი თუ უნდა გქონდეს სიღრმე. არის სინათლისგან შექმნილი. ის არის სფეროში, ეს სფერო რა თქმა უნდა სამგანზომილებიანია. მაგრამ ამაზე მეტი არ გჭირდებათ, იმიტომ რომ ყურადღებას აქცევთ დეტალებს, რომლებიც ზედმეტია. დაიმახსოვროთ, რომ ის არის სინათლისაგან შექმნილი და ის არის გამჭვირვალე ტიგლეში. ტიგლე გავს სფეროს. შემდეგი კითხვა. თქვით, რომ ცენტრალურ არხში უნდა ავიტანოთ ეს კი, ნელა გამოსუნთქვასთან ერთად, გამოსუნთქვასთან ერთად აიტანთ ზევით, აი ამ ას გამოსახულებას და ყურადღებას მიაპყრობთ მას, სანამ არ გამოფხიზლდებით და არ იქნებით იმ მდგომარეობაში, რომ გააგრძელოთ პრაქტიკა. შეგიძლიათ სუნთქვას, როდესაც შეისუნთქავთ, ჩამოიტანოთ, გამოსუნთქვას ესევ აიტანოთ. მაგრამ შესუნთქვის დროს ძალისხმევით არ ჩამოიტანოთ ეს აცადეთ მას, რომ ის ჩამოვიდეს თავისით. სხვა პრობლემა, მაგალითად, ხერხართ სამედიტაციო და ძალიან აჟიტირებული ხართ, თქვენი გონება ძალიან აქტიურია. და ვერ მშვიდდებით, ვერ ეშვებით. დარწმუნებული ვარ, გაქვთ ეს ორივე შეგრძნებები, როდესაც გაკიმარებთ მედიტაციის დროს, ან პირიქით, რა ძალიან აქტიურებული ხართ და ვერ ისვენებთ მედიტაციის დროს. ხო გეცნობათ ეს ორი ექსტრემალური მდგომარეობა. ეს არის მეთოდები, რომელიც დაგეხმარებათ საშუალო შუალედურ მდგომარეობაში მიხვიდეთ. არც ძალიან მოდუნებული იყოთ მთლემარე, რომ გაკიმარებდეთ და არც ძალიან გააქტიურებული. შემდეგი რჩევა. თუ ვერ ისვენებთ, გადით გარეთ, აუცილებლად ზურგით დადექით მზისკენ. იმიტომ რომ თქვენი თვალის კუკები გაფართოვდება მედიტაციის დროს და თუ მზე ამ დროს თვალებში გეცემათ, ეს დააზიანებს თქვენს მხედველობას. ძალიან მნიშვნელოვანია, ან ქუდი დაიხურეთ, ან ჩრდილში დადექით. ანუ მზე უნდა იყოს თქვენს უკან და ძალიან ნათელი არ უნდა იყოს. შესაბამისად, შეხედეთ მზე სად არის ცაზე. მზე თქვენს უკან. თქვენი ჩრდილი წინ უნდა გქონდეთ. საუკეთესოა თუ ხის ჩრდილში დასხდებით.
მე რატომ ვიმეორებ ამას? იმიტომ რომ ძალიან ბევრი იოგისათვის დაგვჭირდა ჩვენ სპეციალური მკურნალობის ჩატარება, იმიტომ რომ მათ მზერა დაიზიანეს, მხედველობა დაიზიარეს სწორედ აი ამის გამო. ძალიან ბევრი იოგი წავუყვანეთ სოპემადან, რომ კატარაქტა მოეშორებინათ, გაეწმინდათ და ასევე სხვა მხედველობის პრობლემები. ასე რომ ვიმეორებ, პრაქტიკის დროს მზეს ნუ შეხედავთ, მზე არ უნდა იყოს თქვენს პირდაპირ ან თქვენს თავზე, ეს უნდა იყოს თქვენს უკან. თორემ ვიმეორებ, ეს მხედველობას დაგიზიანებთ. შეგიძლიათ მზეში გაისეირნოთ, მაგრამ თუ დასხდებით მედიტაციისათვის მზე უნდა იყოს თქვენს უკან. რატომ თქვით რომ სამხრეთით არ იყურათ მზეს? იმიტომ რომ ის ან ერთმან მეორე თვალში მოგხვდებათ. შეგიძლიათ შავი სათვალე გამოიყენოთ, თუ ის პოლარიზებულია, თუ ის კარგი ხარისხის შუშიც არის, მაშინ დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ მაღალ ზღვის დონიდან მაღლა ხართ, მაშინ მე გირჩევთ, რომ სათვალე გაიგეთოთ. ტიბეტელი იოგები ძალიან არ იკეთებენ სათვალეს, იმიტომ ფიქრობენ, რომ სათვალე მოხუცებისთვის არის. როდესაც ტრექჩოში ვართ, მაშინ უფრო ხდება, მაშინ უფრო საშიშია ნათელში ჯდომა, ან მზის შუქში ჯდომა. კი, იმიტომ რომ თქვენ ღია მზერით მედიტირებთ, ხო? შესაბამისად უფრო საშიშია. აი ხშირი არის, რომ გარეთ მედიტაციის დროს თქვენ ასევე დაინახავთ თეთრ შუქს. ეს არის ნიამი მედიტაციური გამოცდილება, ნუ ჩაებღაუჭებით მას, მაგრამ ეს მიგითითებს, რომ სწორ გზაზე ხართ. მოდი დავუბრუნდეთ რჩევას. ესე იგი, როდესაც ძალიან ან აღტაცებული, ან მოუსვენრად ხართ და ვერ სხდებით სამედიტაციოდ, გაისეირნეთ, გადით გარეთ, იპოვეთ ჩრდილი, ისე რომ მზე სახეში არ გეცემოდეთ, ადით სახურავზე, თუ არ შეგიძლიათ ეზოში გასვლა, ან აი მანქანით წადით სადმე, ღია სივრცეში, ქალაქიდან მოშორებით, რომ იპოვოთ ადგილი ისეთი, სადაც ხედავთ ღია ცას თქვენწინ. ეს პრაქტიკა ტექსტში არის როგორც ცის მზერა, ცის ჭვრეტა აღწერილი. იპოვეთ ადგილი, სადაც ჰორიზონტს ხედავთ, სადაც სივრცე თქვენს თვალწინ იშლება, ცას ხედავთ. დაჯექით იმ მდგომარეობაში, როგორც მე აგიხწერეთ, სუნთქვა დაარეგულიეთ ისე, რომ პირით ისუნთქოთ ძირითადად, მაგრამ ცხვირით ჩაკეტილი არ გქონდეთ. და თუ ამ დროს, ვთქვათ, თქნარება მოგაწვევათ, დაამტკნარეთ. არ შეიკავოთ თქნარება. გამოსუნთქვა, გახსენებთ, რომ უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი. არ უნდა ისუნთქოთ ძალიან ღრმად, მაგრამ დიაფრაგმულად. უნდა ისუნთქოთ, არ მხოლოდ გულმკერდში არ ისუნთქოთ, უნდა გქონდეთ იმის შეგრძნება, რომ საკმარისად ღრმად სუნთქავთ, მაგრამ ეს ბუნებრივია. გამოსუნთქვის შემდეგ დააფიქსირეთ აი ის მომენტი, სანამ შეისუნთქავთ. მაგრამ ხელოვნურად არ გაზარდოთ აი ეს პაუზა გამოსუნთქვას და შესუნთქვას შორის.
როგორ მიხვდებით, რომ არ ხელოვნურად არ აგრძელებთ ამ პაუზას? ეს არის, როდესაც დისკომფორტს იგრძნობთ, ნიშნავს, რომ თქვენ აი ამ პაუზას გამოსუნთქვის შემდეგ ზედმეტად აგრძელებთ. არაფერი გააკეთო გონებით. ამას ქვია სამმაგი სივრცის გააზრება. შიდა, გარე და არც ერთის. სამივე ეს სამმაგი სივრცე აღმოცენდება და არსებობს. თქვენ მას ვერ გამოიწვევთ. გონებრივად ვერაფერს გააკეთებ იმისათვის, რომ აი ეს სამმაგი სივრცის აღქმა შეცვლოთ. ერთადერთი რაც შეგიძლიათ არის, რომ გონება გაშალოთ, მოდადუნოთ და აღიქვათ ის, რაც არის უკვე. ამ მედიტაციის პრაქტიკაში რაიმის გაკეთების მცდელობა უკუ შედეგს იძლევა. უბრალოდ ისხედით, გაითავისეთ ეს ინსტრუქცია სწავლება სხეულზე, სწავლება მზერაზე, სწავლება სუნთქვაზე. იქნება ეს სახლში, თუ იქნება ეს გარეთ ხის ქვეშ, თუ სადაც არ უნდა იყოს, ეს სამი სწავლება, როგორ უნდა ისხდეთ, როგორ უნდა იყუროთ და ისუნთქოთ, ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა აქ სანტა-კრუსში არ ვიცი ზუსტად რომელ მხარეს უნდა წახვიდოთ, რომ იპოვოთ ასეთ სივრცე. ალბათ დილას ზღვის სანაპიროზე არის თქვენთვის ყველაზე კარგი დრო, იმიტომ რომ მზე იქნება თქვენს უკან. ცა მოღრუბლული რომც იყოს, მაინც დადექით ისე, რომ მზე თქვენს უკან იყოს. გაიგეთ ეს ორი პრაქტიკა რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, როდესაც ძალიან მოდუნებული, მოთენთილი ხართ და მაშინ, როდესაც ძალიან მოუსვენრად ხართ. როგორ ხდება ასაწევად ჩამოსვლა? ანუ გამოსუნთქვის დროს ადის ზევით, შესუნთქვის დროს ის ეშვება დაბლა. შეიძლება ინტუიტიურად იფიქროთ, რომ შეტრიალებული უნდა იყოს. და არსებობს სხვა პრაქტიკები, სადაც აი ას მოძრაობა რეალურად შეტრიალებულია, მაგრამ ეს ის არ არის. სხვა კითხვები. მე მაქვს კითხვა აზე. ეს რომელ მხარეს იყურება, ასე ვთქვათ? ანუ გარეთ თუ შემოტრიალებული? არც ჯერჯერობით არ მყოლია არც ერთი ტიბეტელი სტუდენტი, რომელსაც აი ეს მსგავსი კითხვა დაუსვამს ჩემთვის. არავისგან არც ერთი ჩემი ტიბეტელი სტუდენტისგან არ გამიგია ეს კითხვა, რომ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ იყურება გარეთ, თუ უნდა შევატრიალოთ სარკისებულად. ეს თქვენი კულტურის გავლენაა, რომ აი ესეთი კითხვა გებადებათ. მაგრამ როგორ წარმოვიდგინოთ? წარმოვიდგინო რომელიც იყურება გარეთ, თუ სარკისებულად უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს მე ვხედავ ჩემს წინ, როგორ კარგი, თუ ძალიან თუ გჭირდებათ რჩევა, მაშინ ასე წარმოვიდგინეთ, რომ ხარ შენ სხეულში და არის თქვენს გულთან და თქვენ მას ხედავთ უკნიდან. კი, მაგრამ მე ყველგან ვარ ამ დროს. მე რეალურად არ ვარ ამ ას უკან.
პრაქტიკას სწორედ იმას გვასწავლის, რომ თქვენ ხართ შიგნით თქვენს სხეულში და ასევე გარეთ. ეს არის ვიზუალიზაცია, ის რეალურად არ არის ლოკალიზებული რაიმე ადგილას. შემდეგში, როდესაც ლამა ლაქშმი ჩამოვა, გთხოვეთ, კითხეთ ეს კითხვა დაუსვით, ძალიან მაინტერესებს, რას გიპასუხებთ. იმიტომ ვიმეორებ, ასეთი კითხვა არასოდეს გამიგია ტიბეტელი სტუდენტებისაგან. როდესაც გურუ იოგას პრაქტიკა დავიწყე, ჩემი სიტყვებით ვახდენდი ვედრებას, მაგრამ რაღაცა მომენტში არაკომფორტულად ვიგრძენი თავი იმ ტექსტის მიმართ, რასაც წარმოვთქვამდი. სიტყვები არ არის მნიშვნელოვანი. თქვენ თავარია გაიაზროთ ეს სამგზის სივრცე. შენ ხარ თვითონ ლამა, არ არის განსხვავება შენსა და ლამას შორის, არ არის შიგნით და გარეთ. თუ ამ პრაქტიკას რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეასრულებ, მაშინ მიხვდები რას ვგულისხმობ ახლა, იმიტომ რომ ახლა სიტყვებით მე რაც არ უნდა აგიხსნა, ვერ გაიგებ. უნდა გააკეთო ეს პრაქტიკა და მერე შენ თვითონ მიხვდები, როგორც შოკოლადის გემო. თუ შოკოლადი არასოდეს გაგისინჯავს, რამდენიც არ უნდა ვისაუბრო მე და აგიხსერო თუ როგორია გემო, მის გემოს ვერ გაიგებ. პრაქტიკასაც გემო უნდა გაუგოთ. არსებობს კიდევ რამდენიმე სხვა პრაქტიკული მითითება. არის კითხვა მანამდე? კარგი. თუ ჩვენ ამას ყოველდღიურ პრაქტიკად ავიღებთ და მაგალითად მოგზაურობთ და სასტუმროში ვჩევთ, რა გავაკეთოთ? ადით სახურავზე. თხოვეთ მაგალითად სასტუმროს პერსონალს, რომ აგიშვათ სახურავზე. ნახეთ რაიმე კრეატიული გამოსავალი. ზედმეტად უმნიშვნელო დეტალებს აქცევ ყურადღებას. თავარია რომ იპოვოთ ისეთი ადგილი, სადაც სივრცე გაშლილია, რომ შენობა, კედელი პირდაპირ წინ არ გქონდეთ. ეს თავარი პრაქტიკა? არა, ეს არ არის თავარი პრაქტიკა, ეს არის მხოლოდ მაშინ, რომ თუ ისე მოусვენრად ხართ, რომ არ შეგიძლიათ დაჯდომა, მაშინ მოძებნით აი ამ გახსნილ სივრცეს. ისევე როგორც 100 წარმოდგენა არ არის მთავარი პრაქტიკა. არამედ გამოიყენებთ მაშინ, როდესაც ძალიან გთვლემთ ან დაღლილი ხართ. ამ ორივე პრაქტიკას, ანუ ცის მზერას ან თეთრი 100 წარმოდგენას იყენებთ მხოლოდ მაშინ, როცა გჭირდებათ. თქვენი მთავარი პრაქტიკა არის ტრექჩო, რომელსაც აკეთებთ ყოველდღიურად ბალიშზე და არა მხოლოდ ბალიშზე. დღის განმავლობაში ნებისმიერ მომენტში, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, შეხედეთ წამიერად, შეხედეთ მყისიერად გონებას. მაგრამ თუ ტრექჩოს პრაქტიკას ყოველდღიურად ბალიშზე არ დაიწყებთ, ძალიან გაგიჭირდებათ ამ პრაქტიკის ყოველდღიურობაში გატარება. როგორც მაგალითად კომპიუტერი, თუ დიდხანს არ გადატვირთავთ, კომპიუტერი იჭედება. აუცილებელია, რომ პრაქტიკა ტრექჩოსი გქონდეთ ბალიშზეც და შემდეგ დაიწყოთ ყოველდღიურობაში შეხედოთ გონებას. მე დღეს რაც აგიხსენით არის მხოლოდ მითითება
იმისა, რომ რა უნდა გააკეთოთ, როდესაც გიჭირთ მედიტაციის ბალიშზე პრაქტიკას შესრულება, ან იმის გამო, რომ ძალიან გთვლემთ გაკიმარებთ, ან იმის გამო, რომ ძალიან აჟიტირებული, აღელვებული ხართ. ძალიან გთხოვთ, ნუ შეწყვეტ ყოველდღიურ პრაქტიკას, ფორმალურ პრაქტიკას ბალიშზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოიტყუოთ თავი. ვიმეორებ, ესე იგი მე მოგეცით ორი მიმართულება, მაშინ, როდესაც თუ უკვე მედიტაციის ბალიშზე შეხართ და ვერ ახერხებთ მედიტაციას, იმიტომ რომ ან გთვლემთ, ან ხართ აჟიტირებული და ძალიან ანიმირებული, მაშინ გამოიყენეთ ერთ-ერთი ეს მეთოდი. ესე იგი, გარეთ ამ პრაქტიკის გაკეთება შეიძლება სიარულის დროს, რომ მოვადუნო მზერა, ვისუნთქო ესე და თან ვიარო და ისე რომ მზე ჩემს უკან იყოს. არა, შენ დაჯექი, იპოვე ჩრდილი და ისე შეასრულე ეს პრაქტიკა. თუმცა სიარულის დროს მედიტაცია შეიძლება, რა თქმა უნდა. მაგალითად, შეხედეთ გონებას. ან რაიმე ტანტრული პრაქტიკა. ჩემი საყვარელი ტანტრული პრაქტიკა სიარულის დროს, რომ იმღეროთ მანი მანტრა და უმღეროთ ეს მწერებს ირგვლივ. აი ეს მართლა ჩემი საყვარელი პრაქტიკაა. ასეთი პრაქტიკა შეგიძლია გამოიყენოთ სიარულის დროს. ეს პრაქტიკა, რაც მე ვთქვი, სიარულის დროს, მანის მანტრას სიმღერა, მნიშვნელოვანია, რომ არ ჩავარდეთ ნიჰილიზმში და არ გადახვიდეთ ამ უკიდურესობაში, რომ ყველაფერი სიცარიელეა. თქვენ 100 ვიზუალიზაციის დროს თქვით, რომ ყველა მხრიდან ვხედავდეთ? კი. ამას აი ამ უნარს რომ შეძლოთ იყოთ სხვადასხვა წერტილში ერთდროულად გამოიმუშავოთ. მაგალითად, სიზმრის იოგაში ბევრი სხვადასხვა პრაქტიკა გვაქვს სწორედ ამისათვის, რომ გასწავლოთ ის, რომ აღიქვა საკუთარი თავის სხვადასხვა წერტილში სივრცეში ერთსა და იმავე დროს. მაგრამ სანამ ეს შეგიძლიათ, სანამ ამას შეძლებთ, რომ დაინახოთ ყველა მხრიდან, რომელიც წარმოდგენილი გაქვთ თქვენ, სანამ ამას შეძლებთ, მაშინ უბრალოდ მოახდინეთ მისი ლოკალიზება გულის ჩაკრასთან. ნორბუ რინპოშეს აქვს ამაზე მეტი. ასე რომ, თუ სივრცეში ხარ ლოკალიზებული და არ შეგიძლია იყო სხვადასხვა წერტილში ერთდროულად, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია, მაშინ ამ პრაქტიკის დროს წარმოიდგენთ 100 გულთან და შეხედავთ მას თითქოს მის უკან დგახართ და ხედავთ 100 თქვენ წინ. ჩემთვის ერთ წერტილში ყოფნა უფრო რთულია, ვიდრე სხვადასხვა სივრცეში ერთდროულად. მაგრამ მოდი გავაგრძელოთ. კიდევ სხვა რჩევები მინდა მოგცეთ. მხოლოდ ნაწილი ამ რჩევების არის აი ამ ტექსტში, დანარჩენს მე ისე სეპირად გეტყვით. გახსოვდეთ, ყველა სწავლება, მთლიანი სწავლება წიგნში არასოდისაა მოცემული, ამიტომ გჭირდება მასწავლებელი. მე შევნიშნე, რომ თქვენ იყენებთ წიგნს კრისტალის გამოქვაბული. ეს წიგნი აღარ არის აღარ არის, ასე ვთქვათ, გამოცემული. უკვე წლები აღარ გამოცემულა. და
ეს და არსებობს მეორე გამოცემა, რომელსაც სხვა სახთაური აქვს, მაგრამ რომ შევადარე, ეს ერთი და იგივე წიგნია. არსებ ასევე ასევე შენიშნა, რომ იყო აი მსგავსი მითითებები გერუდეს ფრენაში. თუ გიჭირს ამ წიგნის ასლის მოპოვება, აი მე მოგცემ და შეგიძლია გადააქსეროქსოთ და გააკეთოთ ასლი. თუ აღარ გამოიცემა ეს წიგნი, აი აქედან გააკეთეთ ასლი. მე ზოგადად მირჩევნია, რომ თქვენ შეიძინოთ წიგნი, როდესაც ის იყიდება, რომ ამითი პატივისცემთ ავტორებს, მაგრამ თუ აღარ არის ის, მაშინ რა თქმა უნდა, სცადეთ სხვა მეთოდები. გახსოვდეთ, რომ როდესაც ყიდულობთ აი ამ წიგნებს, ეს წიგნები ნათარგმნია. რამ მაგალითად, როდესაც ლოცავას სახლიდან ჩამოტვირთავთ ხოლმე ტექსტებს, ძალიან გთხოვთ ასევე შეწირეთ მათ დანა, იმიტომ რომ აი ეს თარჯიმნები უფასოდ აკეთებენ ამ ყველაფერს. ამას ხშირად ვიმეორებ. აი თქვენს თუ უსმენ ამას სხვა ენაზე ვიდრე ინგლისური, ძალიან გთხოვთ, გაუგზავნეთ მათ დანა. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თარჯიმნებს მოუწევთ თავისი დროის სხვა რამეზე დახარჯვა, რომ ფული გააკეთეთ, რომ თავი შეინახონ. ძალიან გთხოვთ, დაეხმარეთ თქვენ თარჯიმნებს. თარჯიმანი თქვენთვის არის გზა თქვენი მასწავლებლისაკენ, თუ მისი ენა არ გესმით. ერთ-ერთმა ჩვენმა თარჯიმანმა დაწერა ჩატში, რომ აქვს ეს წიგნი კრისტალის გამოქვაბული, როგორც PDF-ი და შეუძლია გაგიზიაროთ. კარგით, მაშინ შეგიძლიათ ეს ფაილი გაუზიაროთ ერთმანეთს, მაგრამ ნახეთ ვინ არის ავტორი და თარჯიმანი და გაუგზავნეთ მას დანა. ანუ ვიმეორებ, შეგიძლიათ გააზიაროთ ეს ფაილი, მაგრამ როდესაც მიიღებთ, ძალიან გთხოვთ, გაუგზავნეთ მცირე შემოწირულობა თარჯიმანს, ვინც ეს წიგნი თარგმნა. და ასევე თარჯიმანს მარტინს, რომელიც ესპანურიდან გითარგმნით. ყველა თარჯიმანი არის ჩემს ვებსაიტზე, მოძებნეთ. მაგრამ ამ წიგნის თარჯიმანი არ არის ჩემს ვებგვერდზე. ყველა ვინც ვოლუნტარად მუშაობს, მოხალისედ და მეხმარება, მათი სახელები არის ჩემს გვერდზე. შესაბამისად, ნახეთ ეს საიტი და გაუგზავნეთ მათთან. ამას ხშირად ვიმეორებ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია დანას გაცემა, იმიტომ რომ ამით თქვენ კარგულ კავშირს ამყარებთ თქვენ მასწავლებელთან და იმ ადამიანებთან, ვისაც ეს სწავლება თქვენამდე მოაქვს. მოკლედ, ასე თუ ისე, ამგვარად თუ იმგვარად, მინდა ყველას მოგეწოდოთ, რომ დაეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც სწავლება თქვენამდე მოაქვს. მაგალითად, აი ეს ცენტრი. ამ ცენტრმა მე უფასოდ შემომიშვა, რომ თქვენთვის ეს სწავლება მომეცა. გთხოვთ, გააკეთეთ შემოწირულობა აი ამ ცენტრისათვის. მე თუ არ გაქვთ
ფული და მე ამას გულისხმობ, რომ თუ თქვენი საკვების საკვებისთვის საკმარისი ფული არ გაქვთ, რა თქმა უნდა, არ უნდა მისცეთ. მაშინ შეგიძლიათ, არ ვიცი, რაღაც გააკეთოთ ხელით და ისე შეწიროთ აი ამ ცენტს. სხვა თუ არაფერი ყვავილი მოწყვიტოთ და მოიტანოთ ამ ცენტში და მისცეთ. ასე რომ არ არის აუცილებელი რომ იყოს ფული, ეს უბრალოდ ადვილია მიმოქცევისათვის, გაგზავნისათვის, მაგრამ შეგიძლიათ სხვანაირად გამოხატოთ დანა. всё, მეყოფა ამაზე საუბარი. მოდი გადავიდეთ შემდეგ რჩევაზე. როდესაც მედიტირებ, ტრექჩოს და ისონებ ბუნებრივ მდგომარეობაში, სხედხართ სწორ პოზიციაში, არ გაერთოთ და ასევე არ დაიკარგოთ თავი თქვენ აღქმაში, იმაში, რასაც აღიქვამთ. მოდი წაგიკითხავთ, იმიტომ ძალიან კარგად წერია. 7 წერტილიან ვაჯრას პოზიციაში დაჯექე. ბუნებრივად დაისვენე იმაში, რაც არსებობს. გაშალე, მზერა, სრულად გაშალე, ისე, რომ მან გადალახოს შიგნით, გარეთა და ორივე სივრცე. ასეთი პრაქტიკის დროს თქვენ მოახდენთ იმის რეალიზებას, რომ გონება სივრცესავით არის. რას გეუბნებათ ეს ტექსტი? რომ გაშალეთ ფოკუსი, მაგრამ აი მაგას ამ ფოკუსის გაშლას ნუ ჩაებრაუჭებით. მისდიეთ ამ ინსტრუქციას, მაგრამ ასევე მოდუნდით აი ამ პროცესში. ნუ ჩაებრაუჭებით ნურცერთ აი ამ რჩევას. თქვენი გამოცდილება წარმოიქმნება, აღმოცენდება. ამოდის მთელი თქვენი სენსორული ორგანოების შედეგად. შემდეგ მასზე თქვენ აშენებთ ამბავს, რომ რა ხდება, რას აღიქვამთ. შემდეგ გრძნობთ, მოგწონთ ეს შეგრძნება თუ არა, არქმევთ ისევ სახელს ემოციებს და აი ასე შენდება და შენდება და შენდება და შენდება ერთმანეთზე აღმოცენებადი გამოცდილება. ეს არის აღქმა, თქვენი აღქმა. ეს ხდება, ეს მოძრაობაა. ნუ შეეცდებით მის შეჩერებას. ნუ შეეცდებით, რომ კონცეპტუალურად შეიმეცნოთ ან დაინახოთ სიცარიელე. შენი აღქმა არის სიცარიელე. მიუხედავად იმისა, რომ ის არ გეჩვენება, სასავით ისინი გამჭვირვალეა. მთელი შენი აღქმა, შენი გარემო, რასაც აღიქვავ აღქმულ მოვლენებად, არის ენერგიის შენ კარმულ კვალში დინება. ფიზიკური სენსაციები გაიძულებთ, რომ თავი აღიქვათ ფიზიკურ სივრცეში ლოკალიზებურად. არც ეგ არის რეალური. არის ვინმე აქ, ვინც აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ აი ახლა თქვენ სიზმარში არ ხართ. მოდი ერთი წამით დავუშვით, რომ სიზმარში ხარ. და ეს ყველაფერი თქვენი სიზმარეა. თქვენ მეც ქმნით ამ თქვენ სიზმარში. რა უცნაურია, რომ თქვენ ეს თქვით ახლა, იმიტომ რომ ზუსტად ამის შეგრძნება მქონდა, ახლა რომ მე რასაც ვხედავ, არის ჩემი კარმული აღქმა, იმას რომ მე თქვენ ვხედავთ, არის ჩემი კარმული აღქმა.
კი, შეგიძლია თქვა ასე, თუ მაგ ამბავს მოუყვები შენ თავზე, მაგრამ ეგ არ არის მართალი, იმიტომ შენ არ არსებობ, შენ ხარ ეკოლოგია, ნაკრები, შენ ერთეული არ ხარ, ცალკეული. მე ხშირად ვიმეორებ, მე ხშირად ვიმეორებ ხოლმე, რომ მაგალითად თუ ღარიბი ადამიანი, მშიერი ადამიანი მოიპარავს საჭმელს, იმიტომ რომ მას შაქრის მოთხოვნილება აქვს, რაც გამოწვეულია მის ორგანიზმში არსებული ბიომის შედეგად, კარმა ვისედება ამ ადამიანს თუ იმ მიკროორგანიზმებს, რომელიც ამ ადამიანის ბიომში ცხოვრობენ. მე შემიძლია ეს ვიმეორო, რომ არ ხართ ერთეული და ხართ მრავალი ერთად, მაგრამ თუ ამას არ გამოცდით, ჩემი სიტყვები არ გამოგეხმაურებათ. თითოეული თქვენგანი ებღაუჭება აი ამ ერთეულის იდეას, რომ თქვენ დროსა და სივრცის განგრძობითობაში ხართ ლოკალიზებული ერთ წერტილში და აი ამას მართლა ებღაუჭებით თქვენ. იცით რამხელა ძალის ხმევას დებთ აი ამაში, რომ შეინარჩუნოთ აი ამის ილუზია, რომ თქვენ არსებობს როგორც ერთეული და არსებობთ ლოკალიზებული ხართ. ხართ აი აქ, აი ამ დროში, ერთ დროში და ერთ სივრცეში და ამის შემდეგ ასევე გინდათ რომ ადამიანებმა აღიქვან თქვენ, მოეწონათ, მოსწონდეთ, მიგიყვენ და ასე შემდეგ. რამხელა ძალის ხმევა სდებთ აი ამ ყველაფერში. რატო? დაიკიდე. როდესაც დაიკიდებ, ის არ გაქრება, უბრალოდ სტრესში აღარ ჩაგაგდებთ ეს ყველაფერი. რაღაცის შენარჩუნება არის პრობლემა. სამწუხაროდ დასავლეთში, რასაც mindfulness ეძახიან, სამწუხაროდ არის რეალურად რაღაცის შენარჩუნება ძალისხმევით, აი მაგალითად სიმშვიდის შენარჩუნება. არა. გაუშვით. გამოიყენეთ ეს ტექნიკები მხოლოდ იმისათვის, რომ დაგეხმაროთ იმაში, რომ გაუშვათ ეს შებოჭილობა. ამისათვის არის მთელი ეს მითითებები. არ ჩაებღაუჭოთ თვითონ ამ მითითებებს. დიდი სიცხადე, სრულყოფილი სიცხადე არის ახალი სათაური წიგნის, რომელიც არის კრისტალური გამოქვაბულის, ასე ვთქვათ, მეორე გამოცემა. ვიღაცამ დაწერა ჩატში. ლამა მე გადავამოწმებ რა სახელი აქვს ამ მეორე გამოცემას და გაგაგებინებთ. ლამა ასევე გავიგე რომ ეს წიგნი უფრო ხელმისაწვდომი გახდა. კი, მართალია, იყო დრო, როდესაც ამ წიგნს ასე ღიად არ ავრცელებდნენ. მე მახსოვს, რომ ჩემ მეგობარს თხოვე, რომ ის ჩემთვის ეშოვა. მაგრამ მე აი ამ სიგიჟეში არ მონაწილეობ, რომ თუ არ გაქვს შენ მიღებული არ მოგცემ ამ წიგნს. არა. არიან მასწავლებლები, რომლებიც ძალიან ზღუდავენ წიგნზე წვდომას, მაგრამ მე არ ვარ. მე მქონია შემთხვევა, როდესაც საჭირო იყო მასწავლებლისაგან წერილის მიტანა, რომ წიგნის ასლი მიგვეღო. ზოგიერთი ჩემი მასწავლებელიც აკეთებდა ამას. თუმცა რაღაც მაშინ არ მესმოდა, მაგრამ არ არის საჭირო გავიგო ყველაფერი, რაც ჩემმა მასწავლებლებმა გააკეთეს. მოდი შევხედოთ რა დროა. კარგი. გეტყვით შემდეგ მეთოდს. პირველი დაჯექი შენს ნორმალურ ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ან უბრალოდ პოზიციაში, რომელიც უკვე გიხსენით, სუნთქვა შესაბამისი, მზერა შესაბამისი, შედით ტრექჩოს მდგომარეობაში და შემდეგ ამ მდგომარეობიდანვე ადექით, გადით სადმე, დაწექით
იატაკზე ან მიწაზე, გაშალეთ ხელფეხი, როგორც ზღვის ვარსკვლავმა, მე ზღვის ვარსკვლავს ვეძახი ამ პოზიციას. შეიძლება რამე სხვა სახელი ქვია, მაგრამ აი ხელფეხი განზე გაშალით და ზურგზე დაწექით. რა თქმა უნდა, ამ პრაქტიკის დროსაც არ უნდა გეცემოდეთ მზის შუქი პირდაპირ თვალებში. თვალებით მზერა მიპყრობილი გაქვთ ცაზე, ცისკენ, მაგრამ მზეს არ უნდა უყურებდეთ და მზეს არ უნდა ხედავდეთ. ეს შეგიძლიათ დილას ან გვიან საღამოს შეასრულოთ, მაგრამ არა შუადღეს. და უნდა შეასრულოთ ეს გარეთ. სანამ ამას რამდენჯერმე გააკეთებთ, ეცადეთ ყოველთვის გარეთ გახვიდეთ, რომ მართლა ცის ქვეშ იწვეთ. შემდეგ შეძლებთ ამას სახლში იატაკზე გაკეთებას, მაგრამ დაიწყეთ გარეთ კეთებით. ანუ ვიმეორებ, პირველი თქვენ დაიწყებთ მედიტაციის პრაქტიკას სამედიტაციო ბალიშზე, დაიწყებთ ტრექჩოს პრაქტიკას და პრაქტიკიდან ადგებით ისე რომ არ გამოხვალთ ამ მდგომარეობებით, შეინარჩუნებთ მზერა, სუნთქვას გარეთ გახვა, დაწვებით და წამოიძახებთ სამჯერ. სამჯერ წამოიძახებთ ამას ხმამაღლა. როდესაც წევხართ უკვე მაშინ. ამის შემდეგ არაფერი არ გააკეთო. ნუ გააკეთებ ნურაფერს. უბრალოდ იწექი გახსნილი უყურე გაშლილი მზერით ცას. არ იფიქრო და არც შეიკავო თავი ფიქრისაგან. თუ ფიქრი აღმოცენდება, აცადე. არ ფოკუსირდე და არც თავი შეიკავო ფოკუსისაგან. ამისათვის სახელი არ გვაქვს. ეს არ არის არხმა, არც გასხივოსნება, არც ალბათ ყველაზე ახლოს სიტყვა, რაც შემიძლია გამოვიყენო, არის ცნობა. შეიძლება დარმატოს ცნობა მოხდეს. არა შეცნობა, არა ცნობა. როდესაც გექნებათ ამის შეგრძნება, რას იზავთ? რა თქმა უნდა, ჩაებღაუჭებით და დაიწყებთ საკუთარ თავს აღუწეროთ ეს გამოცდილება. როდესაც ეგ მოხდება, დაიწყებთ პრაქტიკას თავიდან. წახვალ-დაჯდებით დაიწყებთ ტრექჩოს პრაქტიკას და გაიმეორებთ ამას. ხვდებით, რომ მე აი ახლა რასაც გეუბნებით, ეს არის სხვადასხვა მეთოდებია, რომლებიც უნდა გამოიყენოთ კონტექსტუალურად. აი მაგალითად, ეს პრაქტიკა გარეთ მიწაზე წოლის, მხოლოდ მაშინ შეგეძლოთ გააკეთოთ, როდესაც არის ადრეული დილა, უყრუბლო ცარის ან საღამოა. ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ შუადღეს. ასევე ფრთხილად ვიქნები, როდესაც ზღვის დონიდან ძალიან მაღლა ვარ. ლამა თვალები ღია გვაქვს? ხო? ზუსტად ისევე, როგორც ტრექჩოს პრაქტიკაში იყურები წინ. უყურებ ცას. არ დაიწყოთ ტიგლების დევნა. როდესაც მას დაინახავთ. ნუ გადაიტანთ ყურადღებას და დაიწყებთ თამაშ რიკასთან. პატარა წვრილ მოძრავ ბრწყინვალე წერტილებთან, რომელსაც ასევე დაინახავთ. ნუ გააკეთებთ ნურაფერს. ლამა, ანუ მოდუნებული ტრექჩოში უნდა ვიწვეთ? ხო, მაგრამ ტრექჩოსაც ნუ ჩაებღაუჭები.
იმიტომ ტრეკშო არ არის ის, რაც შენ გგონია. რაც შენ გგონია, რომ ტრეკშო არის ფიქრი ტრეკშოზე. აი აქ სხვანაირად წერია იგივე. მენტალურად ნუ ჩაებღაუჭებით სიცარიელეს. დაისვენეთ ჩაუბღაუჭებლად თვით ცნობად ცნობიერებაში, რომელიც არის აღქმა. ეს სიტყვები არასწორია. ეს თარჯიმანის ბრალი არ არის. წერია რეალიზაცია აღქმის, რომელიც არ არის სუბსტანცირებული. ეს ერდება მართალია გარდა იმისა, რომ ეს აღქმა არ არის, მაგრამ არის არა სუბსტანცირებული და არაფიქსირებული. ეცადეთ, რომ არსებით სახელებში ნუ ჩასვამთ აი ამ ცნებებს. ის განგრძობითია. ჩვენ ვიყენებთ ენას ახლა ინგლისურს. თვითონ ტიბეტურშიც კი, რომელიც ძალიან ლამაზი ენაა და ზოგიერთ რამეს უკეთ გამოხატავს ვიდრე ინგლისური ენა. ტიბეტურში გვხვდება ფრაზები და მარცვლები. ეს ტიბეტური გავს ნახევრად სანსკრიტ, ნახევრად ჩინურს, მანდარინს. არ არის ეს სწორხაზოვანი ენა, უფრო ცირკულარული ენა. აი თუ მანდარინი იცით, მიხვდებით რაზე ვსაუბრობ. ტიბეტურში იდეა გამოიხატება წრიულად, ასე ვთქვათ, არასწორხაზოვნად. რატომ ვახსენებ ენებს? იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი საშუალება, რაც ადამიანებს გვაქვს. ნათქვამია, რომ ადამიანი განისაზღვრება, როგორც არსება, რომელსაც აქვს საშუალება, რომელსაც აქვს უნარი აბსტრაქტული ცნებები რაიმე ენის საშუალებით გადმოსცეს. ჩვენ მხოლოდ ჰომო საპიენსზე არ ვსაუბრობთ. იქნებ 8 ფეხები ფერების მიხედვით ახდენენ კომუნიკაციას. ჩვენ ჰომო საპიენსები, ისევე როგორც ნაგები, ვართ ადამიანები აი ამ გაგებით. იმიტომ რომ ადამიანი ვიმეორებ, მხოლოდ ჰომო საპიენსი არ არის ტიბეტურ ბუდიზმში. ენა არის რაც გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის შეზღუდულია და მხოლოდ შეუძლია მიუთითოს. გახსოვთ ეს? ამას ხშირად ვაკეთებ ხოლმე, ამიტომ არ გიხსნით. ყველას გინახავთ უკვე რას ნიშნავს, როდესაც ამას ვაკეთებ ხოლმე. როდესაც თითით ცარს მიუთითებ. ეს ინსტრუქციები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი მხოლოდ და მხოლოდ მითითებებია. ამ მეთოდებით თქვენ გექნებათ გარკვეული გამოცდილებები და თუ აი ამ გამოცდილებას არ ჩაებღაუჭებით, დაინახავთ რეალობას მეთოდს მიღმა. ეს მეთოდები თქვენ გაძლევთ ნიამებს, მედიტაციურ გამოცდილებებს. ნუ ჩაებღაუჭებით ამ გამოცდილებას.
აი როგორც როდესაც გზაზე მიდიხართ და საგზაო ნიშას და აინახავთ, რომ რაღაც ქალაქი არის, რაღაცა რამდენიმე კილომეტრის შემდეგ, თუ ამ საგზაო ნიშანთან გაჩერდები, იქ არ მიხვალ, სადაც მიდიხარ. იგივეა აი ამ პრაქტიკით გამოწვეული გამოცდილებები. შეირგეთ, ნუ უარყოფთ, მაგრამ ასევე ნუ ჩაებღაუჭებით, ნუ მოახდენ, ნუ იფიქრებთ, რომ ისინი რეალურია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტრექჩოში ჩვენ ვსწავლობთ, რომ როდესაც ეს ნიამები გვექნება, ანუ აი ეს მედიტაციური გამოცდილება გვექნება, რომ ასე თქვა, გავხეთქოთ ის ფეთ მარცვლის ხმამაღლა წარმოთქმით. აი თუ გექნება თქვენ ტრექჩოს დროს უცებ რეალიზება იმისა, რომ ხართ სივრცე, ან გექნებათ რეალიზება იმის, რომ არ არსებობს შიგნითა და გარეთა, ან გექნებათ რეალიზება იმის, რომ აღქმა და ცნობიერება არ არის ფიქსირებადი და სუბსტანციის გარეშე, ან თუ გექნებათ ნებისმიერი გამოცდილება, რომელიც როგორც ტალღა იშლება ოკეანეში. თუ ნებისმიერი ეს ან რომელიმე სხვა ნიამი მედიტაციური გამოცდილება გექნებათ, ნუ შეეცდებით, რომ საკუთარ თავს ეს აღუწეროთ, ან მე მომიყვეთ, ან ჩაებღაუჭოთ, ან ეცადოთ გაიმეოროთ. მე შემიძლია მომიყვეთ არაუშავს, მაგრამ ყველაზე უარესია, როდესაც აი ამ გამოცდილებას საკუთარ თავს აღუწერთ. იმიტომ რომ ანადგურებთ გამოცდილებას და რაც ხდებათ, არის მხოლოდ აღწერა. აი მაგალითად, თუ გიყვართ ღვინო და კითხულობთ მაგალითად ღვინის შესახებ აღწერას, რომ აი როგორია ღვინო. შეადარეთ ის აღწერა ღვინის გემოს. იგივეა, როდესაც თქვენ მედიტაციის პრაქტიკას აღუწერთ საკუთარ თავს. ლამა, მე მიჭირს გავიგო რა ვქნა ამ ნიამების დროს. ჩემთვის ისინი ხშირად სომატური გამოცდილებაა. აცადე იყვნენ, თუ ისინი სასიამოვნოა და გაქვს ნეტარების შეგრძნება, შეირგე, მაგრამ ნუ მიიღებ მას სერიოზულად. მიიღე როგორც წახალისება. მესმის ლამა რასაც ამბობ, მაგრამ ხანდახან როდესაც გრძნობ ხოლმე ამ ნიამებს, ვცდილობ, რომ მათგან გავთავისუფლდე. არა, ნუ შეეცდები, რომ ისინი შეწყვიტო, ან მათგან გათავისუფლდე. პირიქით, შეირგე, მიიღე როგორც წახალისება პრაქტიკაში, მაგრამ ნუ ჩაებღაუჭები. მე სულ გიმეორებ, რომ ნუ ჩაებღაუჭები გამოცდილებას და ასევე ნუ განდევნით მას ძალით. აი მაგალითად, რომ იყო ისეთი არსება, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ძირს დახედვა. ან რომ იყო ისეთი მოხუცი, რომ არ შეგეძლოს გასწორება და მხოლოდ ქვემოთ ხედავდე და ძალიან გინდოდეს მთვარის დანახვა. რომ დაინახო მთვარე გუბურაში, წყნარ გუბურაში, მაინც დაგეხმარება, რომ დაინახო მთვარის სილამაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის ნამდვილი მთვარე არ არის და შენ მხოლოდ ანარეკლს ხედავ. ეს პრაქტიკები შენ დაგეხმარება იმაში, რომ დაინახო, ასე ვთქვათ, ანარეკლი ამ პრაქტიკის სილამაზის. ისინი დაგეხმარება, რომ მიგი თვითონ საითკენ მიდიხარ. ასე რომ, როდესაც მოხდება ეს ნიამები, ნუ უარყოფ მას.
ნუ შეეცდები მათ განდენას. ხოლო თუ ის ასე ვთქვათ გაიჭედები მაგ მდგომარეობაში, ძირთად ეს ხდება ხოლმე, როდესაც ნეტარების შეგრძნება გაქვთ, ან გაქვთ აი ესეთი სიცხადის შეგრძნება, თუ ეს ამ ნიამში გრძნობ რომ გაიჭედე და ის არ გადის, მაშინ წამოიძახე PET. ანუ ვიმეორებ, ინსტრუქცია არის, რომ როდესაც ნიამი გაქვთ, თუ ის გადის აცადეთ გავიდეს, თუ გრძნობ რომ გაიჭედა, მაშინ ესროლეს ტყორცნე PET. არის ესეთი კოენი ძენ ბუდიზმში, როდესაც შეგხვდება ბუდა, მოკალი ბუდა, PET მარცვალის წამოძახება არის რითიც ბუდას კლავ და აქ ნიშნავს ბუდას მოკლა, რომ გამოცდილება შენს მიღმა არის. ამ პრაქტიკებით გინდა შეიმეცნო რაღაც, შეიგრძნო, იცნო ის რისი სახელიც კი არ გვაქვს. მაგალითად დავარქმევ მე თავს ჯორჯს. მაგრამ ხანდახან რა ხდება ამ პრაქტიკების დროს, რომ შენ აი ამ მედიტაციის პროცესში მაინც გავს ის, ვინც აღიქვამს სიცხადეს. და ეგ არის ბოლო ეტაპი, რომლის მიღმაცაც უნდა წავიდეთ. ანუ აღიქვამს ჯორჯს ვეძახი მე, იმიტომ რომ მინდა რაიმე ნეიტრალური სახელი. ასე რომ გიმეორებთ, ნუ არ ყოფთ ნიამებს, იმიტომ რომ პრაქტიკას თქვენ ნიამები რომ არ გემართებოდეთ, აქ არ მოხვიდოდით. იმიტომ რომ თითოეულ თქვენთაგანს უნდა ეს მედიტაციური გამოცდილებები, მაგიტომაც მოდიხართ აქ, ბევრი თქვენთაგანი. ამ პრაქტიკებს რო თქვენთვის რაიმე გამოცდილებები არ მოქონდეს, წახვიდოდით და სხვა მასწავლებელს ნახავდით, რომელიც გასწავლიდათ რაიმე სხვა ახალ პრაქტიკებს. ანუ ჩემი მითითება აქ არის ჩემი მითითება აქ არის ნუ ჩაებღაუჭებით. ნიამებს განსაკუთრებით ნეტარების გამოცდილებას ჩაბღაუჭება იწვევს ღმერთების რეალმში დაბადებას. ტიბეტურ ბუდიზმში გვაქვს 6 რეალმი, 6 ყოფიერება. ერთ-ერთი არის ღმერთების ყოფიერება. მაგრამ ეს არ არის გასხივოსნებული ყოფიერება. იმიტომ რომ ღმერთების ყოფიერებაშიც არსებობს კარმა და როდესაც კარმა ამოიწურება, ისევ ხელახლა დაიბადები და შეიძლება მოხდე პრეტას ყოფიერებაში ან ცხოველის ყოფიერებაში. ლამა, თქვენ მზეზე საუბრობდით, რომ მზე უნდა იყოს უკან. რა სიტყვით ღამე პრაქტიკაზე და მთვარზე? კითხვა ისე დამისვე, მგონი ვერ გაიგე. ხო, კი, ანუ მთვარეც უნდა თუ მთვარე სავსეა და თქვენს პირდაპირ არის, ისევე მოიქეცი. ანუ უნდა იყოს მთვარე თქვენს უკან. შეიძლება თუ ამ პრაქტიკას ღამე გააკეთებ, შეიძლება ვარსკვლავებმა ხელი შეგიშალოთ და ყურადღება მიაპყრობთ. ასე რომ თუ ღამე აკეთებ ამ პრაქტიკას, ცაზე ვარსკვლავებს ნუ შეხედავ, არამედ უყურე სივრცეს შენსა და ცას შორის. ლამა, მეკითხვა მაქვს ნიამებზე, თუ ერთი და იგივე ნიამი მეორდება, იქნება ეს ფორმალური მედიტაციის დროს თუ სიარულის დროს, რა უნდა გავაკეთოთ? რა გავაკეთოთ თუ მეორდება ერთი და იგივე ნიამი ბალიშზეც და დღის განმავლობაშიც?
არა, არაფერი, არაფერი გააკეთო. ამ შემთხვევაში ნურაფერს ნუ გააკეთებ. კი, ესეთი ნიამი არსებობს. იცი რა მოხ იცი როგორ მიხვდები რომ ნიამია? თუ შეწყვეტ მედიტაციის პრაქტიკას, იმიტომ რომ შენ განსხვავებას ვერ ხედავ ბალიშზე და ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეწყვეტ პრაქტიკას და 6 თვის შემდეგ მიხვდები, რომ ეს მხოლოდ ნიამი იყო. საიდან ვიცი? იმიტომ რომ მეც ესე დამემართა რაღაცა პერიოდში შევწყვიტე მედიტაცია, იმიტომ რომ მეგონა რომ მზად ვიყავი და მომიწია ჩემ მასწავლებელთან ტირილით მიბრუნება 6 თვის შემდეგ. ასე რომ, თუ გექნება ამის შეგრძნება, რომ შენი ტრექჩო მედიტაციის ბალიშზე და ყოველდღიურობაში, ანუ სიარულის და სხვა რაღაცების კეთების დროს ერთ და იგივე ნიამს წარმოქმნის, მაინც გააგრძელე პრაქტიკა ყოველდღიურად. ჩვენ ძალიან კრეატიული გონება გვაქვს. ხშირად ვუძებნით ხოლმე გამართლებას, თუ სად ვართ, ან რატომ უნდა შევწყვიტოთ პრაქტიკა, რატომ აღარ გვჭირდება მედიტაციის პრაქტიკა. მაგრამ ნუ მოიტყუებ თავს, ისევ იქ ხართ, სადაც ხართ. გამოცდილებები მოდის და მიდის. ნიამები მოდის და მიდის. შენ ისევ იქ ხარ, სივრცესა და დროში ლოკალიზებული შენი აღქმით. მაგრამ ასევე ნუ იდარდებ, გააგრძელე უბრალოდ პრაქტიკა, მეტი არაფერი. ძალიან ძნელია სიტყვებში ჩავატიო არა სენსაციები, აღქმები, არამედ არსი იმისა, როდესაც არ ებღაუჭებით, რომ არ ებღაუჭებით ერთეულად ყოფნას სივრცისა და დროის განგრძობიტობაში. როდესაც არ ებღაუჭებით ამას, იშლება ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც არის ყველა დროსა და სივრცეში. ჩემი საყვარელი ბიოგრაფია გურუ რინპოშესი ასე ჟღერს. მაღლა ჩრდილოეთის ცაზე გამოჩნდა ბრწყინვალე ორმაგი ვაჯრა. მან გაანათა ცისარტყელის ფერებად და გამოიწვია ბევრ ცნობიერ სულიერ არსებაში სხვადასხვა გამოცდილებები. ამბის დასასრული. მართალია. კითხვა? ლამა მე ცოტა დაბნეული ვარ, მაინც ვერ გავიგე ეს მზის მდგომარეობა. ანუ მზე უნდა იყოს ჩემს უკან და ისე უნდა ვუყუროთ ცას, მაგრამ თუ მიწაზე წევარ, ცა ხომ მზე ხო ჩემს თავზე იქნება. მაგ დროისათვის თუ მიწაზე წევხართ, ხომ ცა უკვე უნდა გადაწვერილი უნდა იყოს. ხო, მაგრამ მზე ხო მოძრაობს. მაშინ ადგებით და შეიცვლით პოზიციას. გიმეორებ, მზე არ უნდა იყოს ისე ცაზე, რომ მისი სხივების სახეზე გეცემოდეთ. მეტი არაფერი. არსებობს პრაქტიკები, როდესაც ამას ვაკეთებთ, მაგრამ ამ პრაქტიკისათვის ეს ძალიან მკაცრი მოთხოვნა, რომ მზე არ გეცემოდეთ თვალებში. ლამა თქვენ თქვით, რომ გამოცდილება, რომელიც თქვათ აღწერეთ, რომ ტრექჩოს გამოცდილება გადის. რას გულისხმობთ? რას გულისხმობდი მე არის რომ ტრექჩოს გამოცდილება გადადის ყოველდღიურ ცხოვრებაში მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ზიხართ და აკეთებთ ამ პრაქტიკას.
მოვა დრო, როდესაც გეგონებათ, რომ აღარ გჭირდებათ ბალიშზე ჯდომა. მაშინ მოიტყუებ თავს, იმიტომ რომ განამზად ხარ. უბრალოდ შენი ტრეკჩო, ასე ვთქვათ, გადმოსულია შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ფორმალური პრაქტიკა. და თუ პრაქტიკას შეცვლი, აი ეს გამოცდილება, რომელიც რეალურად ნიამია, გახუნდება და გაქრება. როდესაც ჩვენ ერთ გემოზე საუბრობთ, ეს სხვა რამეა. ეს არის გემო, რომელშიც დაბნეულობა და სიბრძნე ერთი და იგივე გემოსია. მაგრამ სანამ ერთი გემოს იოგაზე ვისაუბრებთ, გახსოვდეთ, რომ ზოგადად ყველა გამოცდილება გადის. სხვა თუ არაფერი, როდესაც მოკვდები, მაშინ გადის ეს გამოცდილება. თუმცა გვაქვს ბარდოს სწავლებები. რა ხდება ბარდოში, თუ ებრაუჭები შენ არსებას, იწყებ ტრიალს. ტრიალს ასე თქვათ, ხელახლა დაბადებას. მაგრამ თუ არ ჩაებრაუჭები და უბრალოდ გაშლი არ ჩაებრაუჭებას, ბარდოს პირველ ბარდოში პირველ ბარდოში თუ თქვენ კარგი პრაქტიკოსი ხართ ტრეკჩერზე, არის დიდი შანსი იმისა, რომ თუგდამის მდგომარეობაში შეხვიდოთ. თუგდამი არის, როდესაც კლინიკური სიკვდილი, ასე ვთქვათ, დადგა, მაგრამ თქვენ ბარდოს პირველ ბარდოში ხართ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ოჯახის წევრები მოამზადოთ ამისათვის, რომ როდესაც გარდაიცვლებით, თუ თქვენ იქნებით ტრეკჩოს მდგომარეობაში, არ უნდა შეგაწუხონ, არ უნდა დაგაწვინონ, ძალით არ უნდა გაგასწორონ. მე მგონია, რომ ბევრი თქვენთაგანს შეუძლიათ თუგდამის პირველ ბარდოში თუგდამის მდგომარეობაში რაღაცა პერიოდი გაჩერება, ასე რომ გთხოვთ თქვენ პარტნიორები ან ოჯახის წევრები ან ვინც იქნება ვინც გიპოვით, როდესაც მოკვდებით, ხო? მოამზადეთ ისინი, ასწავლეთ რა არის ნიშნები თუგდამის. ასწავლეთ, რომ არ შეგეხონ კი, თუგდამის მდგომარეობაში, ანუ მკვდარის ნიშნები არ ჩანს ჯერ, მაგრამ მაინც თუ არ უნდა შეაწუხონ ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პრაქტიკოსი თუგდამის მდგომარეობაშია, ვინც მის ირგვლივ არის, მათ უნდა სჯეროდეთ და შეეძლოთ აი ამ მდგომარეობის აღქმა, თორემ ეს პრაქტიკოს ხელს შეუშლის ბარდოში. ასე რომ, ოჯახის წევრები მოამზადეთ. ლამა შეგიძლიათ უფრო მეტ დაწვრილებით თქვათ ამაზე. როდესაც შენი სხეული შედის თუგდამის მდგომარეობაში, შენს ირგვლივ არსებულ ადამიანებს უნდა გქონდეთ იმის მსაობა, რომ ხელი არ შეგიშალონ. ამის გარეშე, ამის მსაობის გარეშე ეს არ მოხდება, ეს ამბად აღარ მოიყოლება. შეგიძლიათ მიგვითხრათ რამე, როგორ მოვამზადოთ ჩვენი ოჯახის წევრები ამისთვის? უთხარით, ასწავლეთ მას, რომ დაიჯერონ ან იფიქრონ, რომ ნამდვილად თუგდამში ხართ, თუ ამის საპირისპირო ნიშნები არ იქნება.
ეს არის მედიტაციური მდგომარეობა. ჩვენ ამას საბოლოო კომას უძახით, რომ ვთქვათ, აღვაშფოთოთ ექიმები. მაგრამ ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბარდოში, როდესაც ადამიანის პრაქტიკოსი პირველ ბარდოში გადის და ისინი, ვინც მათ ირგვლივ არის, ისინი აღიქვამენ, რომ ეს პრაქტიკოსი არის უგდამის მდგომარეობაში. ჩემი მასწავლებელი 1 კვირა თუ 10 დღე იყო ამ მდგომარეობაში. ძირითადად 3 დღე არის საშუალო პერიოდი. თუ ძალიან დიდხანს რჩებიან, მაგალითად 10 დღეზე მეტი თუ არიან უგდამში, ეს უკვე კარგი არ არის. იმიტომ რომ გადავლენ უფორმო რეალმში. და მაგდროს უნდა გამოაღვიძოთ ან გამოიყვანოთ მდგომარეობიდან. როგორ უნდა გამოვაღვიძოთ? ფეთით ან ჰუმით. ან შეეხეთ თავს. ნათქვამია, რომ მიაწოდოთ ასევე სხვა კითხვა. არის საშუალება, რომ დუქდამის მდგომარეობაში რომ მოახდინოს სტუდენტმა რეალიზება? კი, ჩემ ერთი სტუდენტი 12-დან 12 თუ 14 საათი იყო დუქდამის მდგომარეობაში. ძალიან ძლიერი პრაქტიკოსი იყო ტრეკჩოსი. მე მაშინ მის ოჯახის წევრებთან მუშაობდი და მან ეს შეძლო. ლამა ჩემ მასწავლებლს ჰყავდა სტუდენტი ანა პურნა ერქვა მას. 3 დღე იყო ის დუქდამის მდგომარეობაში. როდესაც ნახეს, ის უკვე კარგახანი იყო ამ მდგომარეობაში. ანუ შესაძლებელია. მაგრამ მნიშვნელოვანია და დამოკიდებულია გარემოზე, თუ ადამიანებზე, ვინც ოჯახის წევრებზე, რომ ამას ხელი არ შეუშალონ, აღიქვან ის როგორც ეს მდგომარეობა, როგორც დუქდამი, თორემ ეს ასე ვთქვათ, არ მოხდება ის როგორც ამბავი არ მოხდება. იცით რატომ ამიტომა პრობლემა, რომ აქ დასავლეთში იშვიათია ცისარტყელას სხეულში გასვლის ისტორიები. რატომ? იმიტომ, რომ აქ ადამიანებს უჭირთ ცისარტყელას სხეულის აღქმა. ტიბეტში უფრო ადვილია, იმიტომ რომ იქ ადამიანებს სჯერათ და შესაბამისად აღიქვამენ. აქ დასავლეთში ჯერობით ბევრი ვერ ახერხებს ცისარტყელას სხეულში გადასვლას. იმიტომ რომ ამისათვის საჭიროა ასევე სტუდენტების არსებობა, რომლებიც ამას დაინახავენ და ამაზე მოყვებიან, რომ ეს მოხდა. იმიტომ რომ შესაბამისად ეს სხვა შემთხვევაში ეს ამბავი არ არ იქნება. ასევე თუ გახსოვდეთ, თუ ვინმე დუდამის მდგომარეობაშია, არ თქვათ, რომ ის მკვდარია, თორემ და შეიძლება პრობლემა შეგექმნათ პოლიციაში. თქვით ამ დროს, რომ ისინი კომაში არიან. ძალიან გთხოვთ, აქ ამერიკაში ფრთხილად იყავით ამასთან, იმიტომ რომ შეიძლება პრობლემა შეგექმნათ. ლამა თქვენ თქვით, რომ თუ თქვენ თვითონ თუ სტუდენტი დუქდამის მდგომარეობაშია, ისინი გასხივოსნებენ, ისინი რეალიზებას აღწევენ პირველ ბარდოში. კი, ეს ვთქვი, მაგრამ თუ მათ ბოდჰისატვას ფიცი აქვს დადებული, მაშინ მათ შეიძლება გადაწყვიტოს ხელახლა დაბადება და ხელახლა დაბადება იქნება ეს ტულკუთ, თუ იქნება ისევ ჩვეულებრივ არსებად, რომელიმე რეალმში. ჩვენ ლამ ახლა ვსაუბრობთ სიცოცხლის ბოლო მომენტზე, ხო? და ხო, ჩვენ ვსაუბრობთ პერიოდში, როდესაც გულის ცემა შეწყვეტილია და ხარ აი ამ მდგომარეობაში,
კლინიკურად თქვა შეიძლება ამას სიკვდილი უწოდონ, მაგრამ ენერგია ჩი ჯერ კიდევ თქვენ ენერგო არხებში არის. სანამ ტუგდამში ეს ტუგდამის დროს რა ხდება, თეთრი და წითელი ტიგლი ერთმანეთს უერთდება გულის ცენტრში და ამ დროს იწყება ტუგდამის მდგომარეობა. როდესაც ტუგდამის მდგომარეობა მთავრდება, ჩი, ანუ ენერგია ბოლომდე ტოვებს სხეულს და ამ დროს იწყება ხილვები. და მაშინ იწყება ინტენსიური ხილვები. რას გულისხმობთ ლამა? მაგ პერიოდში გექნებათ გამოცდილება ან ძალიან ინტენსიური ხილვების. ეს არის უკვე მეორე ბარდო. ანუ თუ ვერ შეძლებთ რეალიზებას გასხივოსნებას პირველ ბარდოში და მეორე ბარდოში თქვენ იდა და როდესაც ძალიან ინტენსიური ხილვები დაგეწყებათ, პირდაპირ მაშინ უნდა შეხვიდეთ. არ უნდა შეგეშინდეთ, პირდაპირ შიგნით უნდა შეხვიდეთ და მაშინ არის შესაძლებელი მეორე ბარდოშიც გასხივოსნება. აი ეს ინტენსიური ხილვები გავს მაგალითად აი რომ წარმოიდგინო ყველა ტოპმა ერთდროულად რო გაისროლოს, აი ესეთი ინტენსიური ხმაური და მოჩვენებები. მაგრამ ზოგიერთ პირიქით აქვს ძალიან მშვიდი ხილვები. ომ შანტი. მაგრამ მეორე ბარდო რეალურად არის ძალიან ინტენსიური. ლამა ტუგდამი არის მაშინ, როდესაც გულთან ჯერ კიდევ სითბო არის. კი, მაგრამ ნუ შეეხებით სხეულს მორიდეთ, ადამიანს შეეხოთ, როდესაც ის ტუგდამის მდგომარეობაშია. იმიტომ რომ თუ მას აქვს ასეთი მიწრეკილება, რომ ადვილად გაეფანტოს ყურადღება და შეეხები, ხო, შეიძლება ამან იმოქმედოს პროცესზე. რა ხდება ცნობიერებასთან თუ ტუგდამის პერიოდში ის არ გასხივოსნდა, გადადის მეორე ბარდოში. თუ შეძლებენ. თუ ისინი შეძლებენ, ასე ვთქვათ, არ ჩაებღაუჭონ არაფერს პირველ ბარდოს მდგომარეობაში, მაშინ ხდება გასხივოსნება. მაგრამ ეს გარანტირებული არ არის. ტუგდამი არის ნიშანი იმის, რომ პრაქტიკოსი ძალიან გამოცდილი იყო, მაგრამ ასე დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ აი ის გასხივოსდა ან არ გასხივოსდა, იმიტომ რომ ეს გასხივოსნება არის აი ამ კატეგორიებს მიღმა. ის შეიძლება იყოს და თან არ იყოს. რა, განაგგონია რომ შენ ახლა არ ხარ გასხივოსნებული და მოვა დრო როცა გასხივოსნდები. ასე არ ხდება ეს ყველაფერი. ეს არის დედა და შვილი სინათლის შეერთება. ეს ყოველთვის ყოფილა შენი პირვანდელი ბუნება. მაგ არ არის რაღაცა, რაც უნდა მოიპოვოთ. ლამა თუ პირველ ტუგდამში შეძლებს პრაქტიკოსი გასხივოსნებას, მეორე ბარდო მაინც დადგება,
კი, მაგრამ იქ არავინ იქნება, ვინც მეორე ბარდოს აღიქვამს. არსებობს დოკუმენტური ფილმი ტუგდამზე, ძალიან საინტერესო, რომელიც Amazon Prime-ზე არის. ვინ გადაიღო, რა ქვია? ფილმს ქვია ტუგდამი, მაგრამ არ მახსოვს რეჟისორის სახელი. ის ნაწილობრივ ტიბეტურად არის და ნაწილობრივ ინგლისურად. სხვადასხვა მასწავლებები ყავთ ჩაწერილი. ყავთ ვინმე დასავლელი პრაქტიკოსი, რომელიც გადაიღეს ტუგდამის მდგომარეობაში? არა. თქვენ ნამდვილად გჭირდებათ ვინმე, რომ წაგახალისოთ პრაქტიკაში. იმედია, მალე იქნება ასეთი. მოვძებნი ამ დოკუმენტურს, მაგრამ გახსოვდეთ, ტუგდამი არ არის მხოლოდ შენი. მოდი, ახლა ვეგაჩვენებთ ამას. გამოიხედე თვალებიდან. აი ამ წამს შენ უпроსტოდ ეს გროვა, რადგან გონია რომ ხარ შენ და ასევე ის ცნობიერება, რომელიც შენ თვალების მიღმიდან იყურება, არ არის ორი განსხვავებული ერთმანეთისაგან. ის არის ორი სხვადასხვა ვერსია ერთისა და ერთი და იგივესი. მხედველი ხედვა და ის, რასაც ხედავს, განუყოფელია ერთმანეთისაგან. ეს შენი პიროვნება, ხასიათი, შენი მსოფლშეხედულებები, რა გონია, როგორ მიიღე ეს ფორმა? შენ მოახდინე, შენ ინტერაქციაში შედიოდი ამდენ რაღაცასთან. იქნება წიგნები, ადამიანები, საუბარი, მეგობრები. აი რაც ხარ ახლა, ეს ყველაფერი არის განგრძობითობა აი ამ ურთიერთობების, ურთიერთქმედებების, ურთიერთკავშირების. ანუ შენ ხარ ნაზავი და არა არსება. შენიშნე ეს. პირდაპირ სიტყვაზე ნუ დამიჯერებთ. ანუ ეს არ არის შენ არ ხარ მხოლოდ მრავალი, იმიტომ რომ გაქვს ბიომი, არამედ ასევე ხარ ნაზავი გამოცდილებების, ყველა იმ არსების, ვისთანაც ურთიერთობა გქონია. და ამბავი, რასაც შენ საკუთარ თავს უყვები, ისევე როგორც ის, რასაც სხვა ადამიანი შენს უყვებას, ეგეც კი ქმნის აი ამ ნაზავს. და აი ესე ყველაფერი ერთად წარმოიქ. აი მაგალითად, აიღეთ ძალიან ლამაზი ქალი, თუ მის ირგვლივ ყველა ფიქრობს, რომ ის უშნოა, ის აღიქმება როგორც უშნოდ. და პირიქით, ძალიან უშნო მახინჯი ქალი, რომელსაც შეიძლება ქონდეს ნაკვთები ისეთი, რომელსაც ეძახით უშნოს, მაგალითად, დიდი ცხვირი, მეჩხერი კბილები, მაგრამ თუ მას ჯერა, რომ ის ლამაზია, სხვებზე ეს გადავა. ურთიერთობა, ურთიერთკავშირი, გაცვლა არის, რაც ქმნის ბოდიჩიტას რეალობად. აი ამ ამბების სიცარიელე არის შუნიადა, მაგრამ აი ამ ისტორიების ურთიერთქმედება არის ბოდიჩიტა. ერთად აღებული ისინი სიმბოლიზდება გურუს იოგაში. დედა და შვილის კავშირში. ყველა დროის ბუდები არიან გრძნობითი არსებები.
We are complete. Back here at დავასრულეთ 2. დღეისათვის. 3. დავბრუნდებით აქ Back here at 3. 3 Sounds საათზე. good. ნახავთ 3-ზე ბოლო სესიისათვის. Let's make it 3:30. მოდი 4-ის You okay ნახევარზე with that? მოდით. გაწყობთ? კარგი, ჩავეცდებით, ლომა.